ასევე საწვავზე და მედიკამენტებზე. სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებს. კომისიას, რომელიც 14 წევრისგან დაკომპლექტდა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელებს. პირველი საორგანიზაციო სხდომა გუშინ გაიმართა. საპარლამენტო კომისიამდე ფასებთან დაკავშირებით მუშაობა სამთავრობო კომისიამ დაიწყო და კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე უნდა გამოვლინდეს. რა არის პროდუქციის რეალური თვითღირებულება და სად იკვეთება არალოგიკური ფასნამატები. საბოლოო დასკვნა კი სავარაუდოდ აპრილში გახდება ცნობილი. იანვარში საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი წინა წელთან შედარებით თითქმის 9%-ით გაიზარდა, თუმცა დეკემბერთან შედარებით მცირედით არის შემცირებული. PMC ჯგუფის მონაცემებით, სასტუმრო ოთახის საშუალო ფასი საქართველოში A7-დან 416 ლარამდე მერყეობს. საოჯახო ტიპის სასტუმროებში კი ღირებულება საშუალოდ A7 ლარია. სამვარსკვლავიან სასტუმროებში 152 ლარი, ხუთვარსკვლავიანში კი 416 ლარი. რძის გადამამუშავებელი საწარმო შირაქი პროდუქტების ასორტიმენტის ზრდას გეგმავს. კომპანია ევროპული ყველის ნაირსახეობების, მათ შორის მოცარელას წარმოებას უახლოესი 1 წლის განმავლობაში დაიწყებს. შირაქი 2025 წელს გაფართოვდა. გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე ახალ საწარმოში 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და საწარმოო სიმძლავრეები გაუმჯობესდა. კომპანია დღიურად 10 ტონა ნედლრძეს აწარმოებს. შირაქის მიერ წარმოებული პროდუქციის ძირითადი ნაწილი კი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. მცირე ნაწილი ექსპორტზეც გადის. საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გასტრონომიულ კონგრესზე Madrid Fusionზე მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იყო ჩართული, რომელიც კონგრესზე ქართველ შეფმძარეულებთან ერთად წარსდგა. ღონისძიების ფარგლებში დავით ნარიმანიშვილმა და გურამ ბაღდაშვილმა მასტერკლასები ჩაატარეს და საერთაშორისო აუდიტორიას ქართული კულინარიული ტრადიციები გააცნეს. საქართველოს სტენდზე სტუმრებს ქართული კერძებისა და ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. კონგრესს 50-ზე მეტი ქვეყნიდან 26,000-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. ბევრი დაინტერესება ესპანეთში, მიუხედავად იმისა, რომ 80% ესპანელი არის ჩვენი სტუმარი, უცხოელებიც არიან გამორეული. ბევრი გვიცნობს სახეზე, იმიტომ რომ არაერთი წელი ვარ და არა მარტო ესპანეთში, როგორც სხვადასხვა ქვეყანაში. და რა თქმა უნდა, ეს წარმოადგენს არა მარტო ქართულ ტურიზმს, როგორც ქართულ სარესტორნო ჰორეკა სექტორს. იმიტომ რომ უკვე ესპანეთი ასე ვთქვათ, ძალიან დაინტერესებული არის ქართული ტურიზმით, ქართული გასტრონომიით და ქართული სტუმართმასპინძლობით. სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება, როგორც ბიზნესი, მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო მაღალ შემოსავლიანი ინდუსტრია ხდება. სექტორის გლობალურმა ბრუნვამ გასულ 2025 წელს $1 ტრილიონ გადააჭარბა. მომდევნო 3 წელში კი დარგის ექსპერტები ამ შემოსავლების გაორმაგებას და $2 ტრილიონ-მდე გაზრდას პროგნოზირებენ. სექტორი მზარდია საქართველოშიც, რაზეც კონკურენციის ზრდა და ბაზარზე ახალი ივენტ კომპანიების გამოჩენა მიუთითებს. მომხმარებლებს შორის კი აქტიურობენ როგორც კომპანიები, ასევე ფიზიკური პირები. ყველაზე მოთხოვნადი ღონისძიებების სიაში, რომლის გამოც ივენტ კომპანიებს მიმართავენ, მოწინავე პოზიციას ბიზნეს სექტორში მიმდინარე ღონისძიებები იკავებს. დიდია მოთხოვნა კორპორაციული საღამოების, ქორწილებისა და გამოსაშვების საღამოების დაგეგმვაზეც. ჩინეთმა ელექტრომობილებზე ეგრეთ წოდებული დამალული კარის სახელურები აკრძალა და მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც უკანონოდ გამოაცხადა დიზაინი, რომელიც ტესლამ პოპულარული გახადა. როგორც ბლუმბერგი წერს, ეს გადაწყვეტილება ახლა გლობალური რეგულატორების ყურადღების ქვეშაა, არაერთი ფატალური ინციდენტის გამო. ჩინეთში გაყიდულ ავტომობილებს ახალი უსაფრთხოების წესის მიხედვით სავალდებულოდ უნდა ჰქონდეთ მექანიკური გახსნის მექანიზმი, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. წესები ჩინეთის ინდუსტრიისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ გამოსცა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ინდოეთმა ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით შტატები ინდურ პროდუქციაზე ძირითადად ტარიფს 25%-დან 18%-მდე ამცირებს და აუქმებს დამატებით 25%-იან სანქციის ტარიფს, რომელიც ადრე რუსული ნავთობის შეძენის გამო იყო დაწესებული. დონალდ ტრამპის თქმით, ინდოეთი შეწყვეტს რუსული ნავთობის ყიდვას და ამერიკის შეერთებული შტატებისგან $500 მილიარდ მეტი ღირებულების ენერგეტიკულ, ტექნოლოგიურ და სხვა პროდუქტებს შეიძენს. ასევე მოხსნის სავაჭრო ბარიერებს ამერიკული საქონლისთვის. მედიისთვის ჯერ შეთანხმების ოფიციალური დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა როგორც ბრიტანული გამოცემა CNBC წერს, ეს შეთანხმება ევროკავშირსა და ინდოეთს შორის ისტორიული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან მალევე გაფორმდა და აღიქმება როგორც ამერიკის პასუხი ევროპისთვის, რათა ვაშინგტონმა არ დაკარგოს გავლენა ინდოეთთან ვაჭრობაში.